პოლიტიკა, თავდაცვა, მედიცინა, განათლება, სოფლის მეურნეობა. ყველა სფერო, ნებისმიერი სიახლე. ის, რაც პრესის ფურცლებზე მოხდა. ნახეთ და მოისმინეთ ანალიზი. განხილვა, საინტერესო მოსაზრებები. გადაცემაში პრესის მიმოხილვა გიგა აბულაძესთან ერთად. 4 შაბათს 21 საათზე და კვირას 20 საათზე. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას პრესის მიმოხილვა, რომელსაც მე გიგა აბულაძე წარუძღვები. ჩვენ მიმოვიხილავთ ყველა იმ თემას, რომელიც კვირის განმავლობაში ქართულ პრესაში დაგროვდა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბატონი მამუკა გიორგაძე, საღამო მშვიდობის ბატონო მამუკა, დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. მადლობთ მომატიჟებისთვის. პირველ რიგში დავიწყოთ, მოდით საუბარი. გაზეთ კვირის პალტრაში საკმაოდ საინტერესო სტატია დაიბეჭდა, ესეთი სათაურით კომპრომატების ახალი ომი იწყება, რომელშიც მთავარი მოქმედი პირები არიან ქალბატონი ეკა ბესელია და ნუგზარ წეკლაური. კონკრეტულად მე ამოვიკითხავ რამდენიმე ციტატას მათი განცხადებებიდან. ქალბატონი ეკა აცხადებს, რომ უკანონო ფარული ჩანაწერები საზღვარგარეთ გატანილია თუნდაც დათა ახალაიას მიერ, რომელსაც რასაკვირველია ხელი მიუწვდებოდა ასეთ ინფორმაციაზე. ამასთან აცხადებს, რომ სხვათა შორის შემთხვევითი არ არის, რომ ნაციონალების რამდენიმე ლიდერი საბერძნეთში იმყოფებოდა, სადაც შეხვდნენ დათა ახალაიას და სწორედ დათა ახალაიასთან შეხვედრას უკავშირებს ფარული ჩანაწერების თითქოს გადაცემას ან ამ თემაზე საუბარს. ამის საპასუხოდ ბატონმა ნუგზარ წეკლაურმა გააკეთა ესეთი განცხადება, რომ ომი არ არის ის სტილი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირების დროს, ეს არის სწორედ ქართული ოცნების სტილი და ასევე განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული თავად გეგმავდნენ კომპრომატების გამოქვეყნებას იმავე მარგველაშვილზე და შემდეგ ამის სხვაზე გადაბრალებას. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად არის მოსალოდნელი კომპრომატების ახალი ომი და რა საფრთხეს ხედავთ ამ ყველაფერში? სამწუხაროდ ბოლო პერიოდის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში კომპრომატები გახდა მთავარი არგუმენტი პოლიტიკური ბრძოლისა იმ მარტივი უბრალო მიზეზის გამო, რომ პოლიტიკური აზრის ჭიდილის დეფიციტია ქვეყანაში. იმიტომ რომ ვერ ხდება ხედვებს შორის სერიოზული პოლიტიკური დებატების წარმართვა, რადგანაც დაცლილია აი ასეთი იდეებისაგან სამწუხაროდ ქართული პოლიტიკური ცხოვრება და ძირითადი აქცენტი გადადის ნეგატივზე. რადგანაც საზოგადოებას არ ესმის პოზიტივი იმ ხალხისგან, რომელიც მოწოდებულია, რომ თვითონ პოზიტივისკენ უნდა წაიყვანოს ცხოვრება, წაიყვანოს ეგეთგან, რომელი უკეთესია. გადავიდა ცხოვრება ეგეთკენ, რომელი უარესია. ამას ჯობი ვარ თუ არ ჯობი ვარ. შესაბამისად შემოვიდა კომპრომატი უკვე ჩვენ ცხოვრებაში და თუ გავითვალისწინებთ დღეს სოფლიოში არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობებს, დიდი ფულის არსებობის შემთხვევაში მსგავსი აპარატურის შეძენა უკვე აღარ არის პრობლემა და ფაქტობრივად მივიღებთ სურათს, რომ ვისაც ოდნავ მაინც გავლენა გააჩნია და საკმაოდ სერიოზული ფინანსები გააჩნია, მათ შეუძლიათ რომ ამ თამაში შემოვიდნენ. ეს ძალიან საშიში ტენდენცია არა მარტო პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ ადამიანებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს შინაგანად აქვს სურვილი შეიჭყიტოს სხვის აძინებელში. ამიტომ თუ კი ვერ მოხერხდა იმას, რომ ქართული საზოგადოება აიძულებს პოლიტიკურ სპექტრს, რომ კომპრომატი აღარ გახდეს მსჯელობისაგანი, რომ არ მოხდეს რეაგირება კომპრომატზე, ამით შეიძლება დავაკარგინოთ მადა იმ ადამიანებს, რომლებიც აი ესეთი ფორმით ჩვენზე მეტად არიან შემძლებელი ამ პროცესებში წარმართვის. რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია, პირიქით გვახსოვს ჩვენ კომპრომატების ომი, რომელიც იგი 2012 წელს დაიწყო და რა შედეგებამდეც დასრულდა. პრაქტიკულად ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დასრულება სწორედ ამასაც უკავშირებენ და არის თუ არა იგივე საფრთხე დღეს, ოღონ ამჟამად იგივე საფრთხე არსებობს, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში პროცესზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. ვერც ერთ შემთხვევაში ოპოზიცია ვერ იქნება პროცესზე პასუხისმგებელი, იმიტომ რომ თუ იცი რომ დანაშაულ მოქმედებებშია შემჩნეული ოპოზიცია, თუ იცი რომ კრიმინალს ჩადის ესა თუ ის კონკრეტული პიროვნება, ხელისუფლება ხარ და შენ გაქვს მხოლოდ ერთადერთ ექსკლუზიური უფლება გამოიყენო ძალისმიერი მეთოდები კრიმინალის შესაჩერებლად და აღსაკვეთად. ამიტომ მაინც ხელისუფლებაზე იქნება ეს ყოველივე და აქედან გამომდინარე, თუ ხელისუფლება ამას ვერ უზრუნველყოფს, საზოგადოების მხარდაჭერა, ნდობა
იქნება მის მიმართ ნულამდე დასული. ჩვენ ძალიან კარგად ფილმიდან შეიძლება მოვიყოლოთ მსგავსი მაგალითი. ლაზარე იყო ასეთი ფილმი, სადაც როდესაც ლაზარემ ორი კუმპალი ყურძენი მოწყვიტა, ბრმა ეუნება რომ ორი რატომ მოწყვიტეო და როგორ მიხვდი რომ მე რო ორი მოწყვიტე და შენ რო ხმა არ მოიღე, იმიტომ მიხვდი რომ შენ რო გაჩუმდიო. აქედან გამომდინარე ფაქტობრივად ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ, ჩვენ არ უნდა ჩავერთოთ ამ პროცესში და მოვთხოვოთ ხელისუფლებას არა სიტყვით, არამედ საქმით აკვეთოს ეს პროცესი და შესაბამისად ერთხელ და სამუდამოდ ამოვიღოთ ჩვენი ცხოვრების დღის წესრიგიდან კომპრომატები, როგორც არგუმენტი ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლის. საინტერესოა ასევე იმ თემის განხილვა, რომ 15 ნოემბერს ნაციონალურმა მოძრაობამ ამ ყველაფრის ფონზე დანიშნა საპროტესტო აქცია. სახელი შეურჩიეს ესეთი, რომ ესე იგი არა ოკუპაციას, ანუ შევეწინააღმდეგოთ ოკუპაციას და ამავდროულად საინტერესოა გივი თარგამაძის განცხადება, რომელიც ერთ-ერთმა გაზეთმა გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ ჩვენ ხელისუფლებაში აუცილებლად დავბრუნდებით. თქვენ რამდენად ხედავთ იმ საფრთხეებს, რომ ვთქვათ, შესაძლებელია ნაციონალურმა მოძრაობამ ეს 15 ნოემბრის აქცია ააგოროს ვთქვათ რაღაც ტალღად, რომელიც შემდეგ ამ ყველაფერს დაასრულებს ხელისუფლების იგივე ერთ-ერთ გაზეთში ეწერა სტატია ესეთი ვარდების რევოლუცია 2. მივა თუ არა საქმე აქამდე, თქვენ რას ფიქრობთ? ნაცმოძრაობის დღეს მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ მან დაიმკვიდროს როგორც მეორე პოლიტიკური ძალა ადგილი, რომ გარკვეულწილად სხვებს დააშვებინოს შეცდომები ისეთი, რომ ხალხს დაავიწყდეს რაღაც გარკვეული ქმედებები, რომელიცაც ის თავის დროზე ჩადიოდა და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია შეტევაზის გამოსვლა. მანამდე ბუნებრივია, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ქართული საზოგადოება იმდენად ნეგატიურად არის მათ მიმართ განწყობილი, რომ რაიმე სერიოზულ ქმედებებზე მას არ წაყვება. ამ ამოცანას ისახავს მიზნად და უპოვა სუსტი წერტილი ოცნებას, როგორც არის აფხაზეთის თემა. როგორც არის ის თემა, რომ ფაქტობრივად ორწლიანი პოზიცია ნაციონალური მოძრაობისა, ქართული ოცნებისა, რომ დავათვებთ რუსეთთან ურთიერთობას და რაღაც შედეგს ვნახავ, ფაქტობრივად კრახით დამთავრდა რუსეთმა, მიუხედავად ასეთი ქართული პოლიტიკის დათმობისა, თავისი გზით გააგრძელა. სიარული და ამას არ ხეინა და განაცხადა პუტინმა თუ დათვი ვარ მე ვივლი როგორც დათვი და არ ვეკითხები არავის არაფერს. აი ამან მისცა საბაბი ნაცმოძრაობას რომ ამოწი ძალიან ფაქიზი თემა საზოგადოებაში ძალიან ყინული თემა და მეორე მომენტი ეს არის თემა რომელზეც საუბარი არ იქნება შეურაცხმყოფელი თვითონ თემაა ისეთი შეურაცხმყოფელი რაღაც გარკვეულ წრეებში. აი ნაცმოძრაობასთან ამ თემაზე ვსაუბრობ, იქ რაღაც არასამთავრობო სექტორში, რაღაც პოლიტიკურ პარტიებში, რაღაც ასე შემდეგ, ყოველ შემთხვევაში რამოდენიმე პოლიტიკური პარტია გამოვიდა და თემაა ასეთიო, თორე ნაცმოძრაობა კი არა, ვინც არ უნდა წამოწიოს ეს თემა. სხვათა შორის საკმაოდ ბევრი არასამთავრობო და ოპოზიციური პარტიები შეერთდნენ ამ აქციას უკვე ჯერჯერობით. რაც მე პრესით ვნახე და რამოდენიმე ინტერვიუ ან წერილი წავიკითხე, ფაქტობრივად ეს არის ნაცმოძრაობის სატელიტი ორგანიზაციები, რომლებიც ისედაც არსებობდნენ, სულ მუდამ იყვნენ ნაციონალური მოძრაობის სატელიტებად და აი ახლა მრავალფეროვნებისათვის გამოაჩინეს, რომ თითქოს აი ნახეთ 10 პარტია თუ 15 პარტია და 30 არასამთავრობო და ასე შემდეგ. ამიტომ მათ უნდათ ამას მისცენ მასობრივი ხასიათი. ანუ რეალურად ისევ ნაციონალური მოძრაობა ისევ რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობას დღეს თავისი ფინანსური რესურსიდან გამომდინარე და ძველი სტრუქტურებიდან გამომდინარე ნამდვილად შეუძლია საქართველოში რამოდენიმე ათასი ადამიანის ერჯერადად მობილიზება, ამიტომ შეეცდება რომ რაც შეიძლება ასე ვთქვათ ეს წარმოაჩინოს ისეთი რაკურსით რომ საზოგადოებამ დაინახოს რომ ბევრი ხალხი ბუნებრივია ერთი ამდენი პოლიციელი იქნება ადგილზე მობილიზებული, ზოგი ფორმიანი, ზოგი უფორმო და რაღაც შეიქმნას ისეთი სურათი რომ რაღაცა სოლიდური ქმედებებთან გვაქვს საქმე. ეს რა თქმა უნდა 15 ნოემბერი არ არის საშიში, მაგრამ უნდა გაფრთხილდეს საზოგადოება, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად მთავარ მნიშვნელოვან თემებზე დაკარგავს კონტროლს ხელისუფლება და ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, იმდენად მიეცემა შესაძლებლობა შემდეგ ნაცმოძრაობას გამოიყენოს ეს თემები, როგორც გამოიყენა ამ შემთხვევაში აფხაზეთის თემა, თუმცა
აქვე უნდა აღნიშნოთ, რომ ალბათ გარკვეულწილად საერთოდ ატროფირებული უნდა კონდეს პასუხისმგებლობის გზნობა, რომ ის რაც ნაცმოძრაობის დროს აფხაზეთს გაუკეთდა, იმის მერე რომ სიტყვა აფხაზეთს კიდე ბედავენ, რომ ახსენონ და ასე ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ აფხაზეთის ჩაბარებაზე, კოდორი ჩააბარეს, ღალიცგამდე ითხოვდნენ ტერიტორიას დანარჩენის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მზად იყვნენ, ეს ადამიანები დღეს სწორედ ამ ტერიტორიების დაცვის მოტივით გამოდიან. თქვენ ახსენეთ, რომ ეს იქნება მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ რამდენიმე დღით, თქვათ, ერთი დღით კონკრეტულად შეკრიბონ რამდენიმე 1000 ადამიანი. ანუ ამ პროცესის განგრძობადობას, თქვათ, აქციების რაღაც ტალღის აგორებას და გაგრძელებას თქვენ გამორიცხავთ. ეს მათ რესურსი არ არის, უბრალოდ შეეცდებიან ასე კიდევ ერთ-ერთ თვეში კიდევ როდესაც ხელისუფლება აშკარად უსუსურობას გამოავლენს, ხლა სიტუაცია როგორ არის, რომ უკვე როდესაც 5 ჯერ აბაშიძე კარასინის შეხვედრის წინ გეგმაზომიერად რუსეთი საქართველოს თავს ასხამს და ზუსტად შეხვედრის წინა დღეს რაღაც ანტიქართულ ნაბიჯს დგამს და ასე ვთქვათ, მიუხედავად ამ ნაბიჯისა, ეს შეხვედრა მაინც შედგება. უკვე მე-6-ჯერ ნამდვილად მიეცა ნაცმოძრაობას იმის საშუალება, რომ ეთქვა და ობიექტური უნდა ავიღოთ ეს სიმართლე თქვა. მაგრამ ნაცმოძრაობისგან ეს სიმართლე აღიქმება იმის კუთხით, რომ მას უნდა უბრალოდ დაავიწყებინოს ხალხს ის, რაც მან გააკეთა და რაღაც გარკვეულწილად ადამიანური სახე მიეცეს. ეს არ არის ახლა ახალი ქართულ პოლიტიკაში, ეს ხშირად ხდებოდა იგივე ნაცმოძრაობის სახით. დაუშვათ იგივე შემიძლია გავიხსენო მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, როდესაც მან თავისი ინიციატივით უპრეცედენტო კანონი შემოიტანა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ვისაც ახსოვს ძველი ხელფასების და პენსიების გაყინვის შესახებ, ასეთი თქვენ ახალგაზრდა ხართ, შეიძლება არ გახსოვდეთ, სააკაშვილმა შემოიტანა საკანონმდებლო დონეზე კანონით აიგრძელა პენსიების და ხელფასების დარიგება. ესე იგი, ფაქტობრივად მან სასიკვდილოდ გაწირა ყველაზე უფრო შეუძლებელი ფენა საზოგადოების და ქვეყნის. და სულ რაღაც 3 წლის შემდგომ სოციალური ლოზუნგებით, რომ პენსიაზე 3 ლარი მიუმატა, ის გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. ეს გზა ერთხელ გაიარა ქართულმა საზოგადოებამ და ნაცმოძრაობას აქვს სურვილი და ალბათ იმედი, რომ კიდევ ერთხელ შეძლებს. აი ასეთი ნაბიჯებით. საინტერესოა ქართული საზოგადოება რამდენად მიხვდება ამ ყველაფერს და გაიაზრებს თუ არა. მე მინდა შემდეგ თემაზე გადავიდე. საინტერესო არის პრეზიდენტის ვეტო და ერთგვარი, ესე ვთქვათ, განხეთქილების საფრთხე. რამდენიმე გაზეთში იყო ესეთი შეფასება, სწორედ რომ არის თუ არა განხეთქილება ქართულ ოცნებაში. ეს თემა უკვე დიდი ხანია მუსირებს, დაპირისპირება იგივე პრემიერსა და პრეზიდენტს შორის. რამდენად უკავშირებთ თქვენ პრემიერის ბოლო ვიზიტს პრეზიდენტთან რეზიდენციაში ამ ყველაფერს და მართლაც აქვს თუ არა რამე, თქვათ, საფრთხე ქართული ოცნების განხეთქილებასთან ამ ყველაფერს კავშირი თუ აქვს საერთოდ? რაც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ კავშირი არ აქვს, ეს იქნება ტყუილი უბრალო მიზეზის გამო, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველა ნიუანს ერთმანეთთან კავშირი აქვს და საერთოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში ამ ნიუანსებს ხანდახან უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ვიდრე თვითონ და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ ბუნებრივია ეს ერთმანეთთან კავშირშია. ბუნებრივია კავშირშია და ეს ლოგიკურად ასე უნდა მომხდარიყო. ასე მოხდა ეს როდესაც მრგვალი მაგიდის შემთხვევაში, ასე მოხდა ეს მოქალაქეთა კავშირის შემთხვევაში, ასე მოხდა ნაცმოძრაობის შემთხვევაში და ასე მოხდა დღესაც. ეს ბუნებრივია ამ ტიპის სახელმწიფოებრივი მართვის პირობებში ეს ასე მოხდება, როდესაც ქუჩიდან მოიყვანს ვინმე დიდი ავტორიტეტის და რეალური რეიტინგის მქონე ადამიანი ხალხს, გარკვეული პერიოდი ეს ხალხი ეჩვევა მდგომარეობას საზოგადოებაში, ადგილს, ტელევიზიებში გამოდის, ცნობადობას იძენს და შემდეგ უფრო მეც ინდომებს და უკვე ის საქმის მომცემი ვინც არის, იმას ხო ახსოვს საიდან მოიყვანა, რა ჭუჭყიდან და სად მიიყვანა. აქედან გამომდინარე, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის, რომ შენ ეს არ გეკუთვნის. აი ეს პოლიტიკურ ცხოვრებაში მარტო არა, ჩვეულებრივ სამოქალაქო ცხოვრებაში ხშირად ასე არის და ყოფის ცხოვრებაში ხშირად ასე არის. სწორედ დღეს ამ შემთხვევასთან გვაქვს ჩვენ საქმე, როდესაც უკვე ფაქტობრივად მომავალი წლიდან იწყება ახალი საარჩევნო ციკლი,
აქედან გამომდინარე, ყველა პარტიას აქვს სურვილი, რომ მომზადებული შეხვდეს ამ ციკლს, ყველა პიროვნებას აქვს სურვილი, რომ მისი გავლენები კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და ამ სიტუაციაში იყენებს დასაშვებ თუ დაუშვებებელ მეთოდს საკუთარი მდგომარეობის განსამტკიცებლად და ამ შემთხვევაში გვაქვს მოსმენებთან დაკავშირებით კანონზე საუბარი და საბოლოო ჯამში ჩვენ სანამდე მივედით მთელი ეს დავა, მთელი ეს ქარიშხალი ჭიქაში აწყდა რის გამო, რომ ორი თვით ადრე გადმოიწია კანონის მიღება. ესე იგი, ვეტო დაედო იმას, რომ თებერვალში კი არა, დეკემბერში მოხდეს კანონის მიღებაზე. ფაქტობრივად 2-3 თვეზეა საუბარი. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ამით ერთი მხრივ მარგველაშვილს უნდა რომ საკუთარი პერსონის ასე ვთქვათ, მნიშვნელობაზე ესაუბრა, მეორე მხრივ პოლიტიკურ პარტიებს ამ პერიოდს ემთხვევა რესპუბლიკური პარტიის განცხადება, რომ პასუხისმგებლობის გადანაწილების თაობაზე, ხოლო პასუხისმგებლობის გადანაწილება ნიშნავს უფლებების გადანაწილებასაც. ესე იგი, გამიყავი ხელისუფლება. მეც რაღაცად ჩამთვალე და იგივე არის აუშვათ ალასანიას პარტიის მხრიდან გაკეთებული გარკვეული განცხადებები და შესაბამისად მინდოდა კითხოთ აქვე რომ ირაკლი ალასანიას ბოლონდროინდელი განცხადებები და იგივე ცვლილებები მის პარტიაში დაიწყო ახალი ფორმირება, აირჩიეს თავმჯდომარედ, ასევე აღსანიშნავი ფაქტია ბოლო პერიოდში თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე მოვლენებიც, ვთქვათ, რამდენად ხედავთ ამ ყველაფერში კავშირს და არის თუ არა ალასანიას იგივე ქართული ოცნებიდან გამოსვლის საფრთხე, რამდენად იკვეთება ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, ეს იკვეთება. უპირველეს ყოვლისა ამის საფუძველი არის ის, რომ ეს კოალიციები მე არ ვამბობ მარტო ოცნებასთან, იგივე ნაცმოძრაობა, იგივე მოქალაქეთა კავშირი არ არის იმ კლასიკური გაგებით ბლოკი, რომელიცაც მთელი ცივილიზებული სამყარო არსებობს. ეს არ არის თანამოაზრეთა ბლოკი. აქ არის სხვადასხვა ხედვის, სხვადასხვა ინტერესის, სხვადასხვა ამოცანის მქონე ადამიანები, რომლებსაც აერთიანებს ხელისუფლების, ძალაუფლების მოპოვების ჟინი და როდესაც ეს ძალაუფლება და კომფორტი მოპოვებულია, მერე უკვე დგება საკითხი, რომ ძალაუფლება და კომფორტი არასოდეს არ არის საკმარისი. და უკვე იწყება სულ სხვა ფორმის, სულ სხვა კონფიგურაციით პოლიტიკური ბრძოლები და შესაბამისად რაც არ უნდა ამტკიცოს ახლა გინდა ღარიბაშვილმა, გინდა ალასანიამ, რომ ეს დაჭერები და შემდეგ განვითარებული მოვლენები არ არის პოლიტიკური, არ უკავშირდება ბევრ სხვა თემებს, ისევე როგორც თავის დროზე ალასანიას მხრიდან მთავრობის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ ისეთი განცხადებები აკეთა, რომელსაც მთავრობა არ იყო მზად. ბუნებრივია ესეც ამ პროცესის ანუ პრაქტიკულად გაუგებრობა და კომუნიკაციის ნაკლებობაც ერთ-ერთ ეს არის ესეთი მომენტი, რომ მე როგორ გაიმართლო ხალხთან თავი, თორე არ არის კომუნიკაციის დეფიციტი არ არის, აქ პირდაპირ ინტერესები, აქ ინტერესთა კონფლიქტია, რომ ვიღაცას უნდა აჩვენოს, რომ ვიღაცაზე მაგარი ბიჭია, ვიღაცას უნდა აჩვენოს, რომ ის შემდგარი პოლიტიკოსია, ვიღაცას უფრო მეტი გავლენა და ძალაუფლება უნდა. ყველამ ხო ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ პარტიებს ფაქტობრივად არსად არ დაუნიშნეს რაღაც გარკვეულ თანამდებობაზე ადამიანები, არ მიცეს გავლენა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პრინციპში რო აიღო, არც ეკუთვნოდათ იქიდან გამომდინარე, რომ არა, ნუ მეორე მხრივ ახლა რომელი მათგანი აიღებდა დაუშვათ 10%-ს არჩევნების დროს, რომ არა მათი ყოფნა გაერთიანებაში. ამიტომ ეს ორი სხვადასხვა სიმართლეა. სხვადასხვა სიმართლეა, ერთი რომ იცის დაუშვათ ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა, რომაც არ ეკუთვნიდა, თქვა კიდევაც ივანიშვილმა, იმაზე მეტი მივეცი თავის დროზე, ვიდრე ეკუთვნოდათო, ხოლო ამათი მხრიდან არის დანანახი, რომ რადგანაც მოგვეცი მეტი გვინდა კიდევ, იმიტომ რომ უკვე გვეკუთვნის ეს მოცემულობაა და ამ მოცემულობის მიხედვით გავიყოთ ახლა წილიო. დიახ. სამწუხაროდ დრო გვეწურება ჩვენ და ბოლო საკითხები, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, თითქმის აბსოლუტურად ყველა გასცეთს იგივე ახალთაობას, კვირის პალტრას, რეზონანსს ყველაში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ეკონომიკა საქართველოში და შიდა ვალების გაზრდა. ანუ როგორც აღმოჩნდა, რაც იყო გეგმა შიდა ვალის აღების, ფინანსთა სამინისტრომ გადააჭარბა ამ გეგმას და გაცილებით მეტი შიდა ვალი აიღო. ამის ფონზე მინდა განვიხილოთ ჩვენ ის საკითხი, რომ ნიუ-იორკში ესე იგი ვიზიტის ხარჯები, როდესაც პრემიერის დელეგაცია წავიდა, შეადგენდა 562,000 ლარს. ამის ფონზე ამას დაემატა ის ყველაფერი, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სტატია ნიუ-იორკ ტაიმსში დაჯდა $75,000. რამდენად არის მისაღები ჩვენი მთავრობის ამ შემთხვევაში და იგივე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ეს ნაბიჯები იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკა და ფინანსები ქვეყნის არც თუ ისე სტაბილურია და არ არის ჩამოყალიბებული პრაქტიკულად?
აი, სწორედ ეს არის პოლიტიკურად მოუმწიფებელი ხალხის ხელისუფლებაში მოსვლის შედეგი. თავის დროზე კბილაშვილმა, რომელიც კოალიციის ერთ-ერთი წევრი იყო, თქვა, რომ დააბრალა სექსუალური მოუმწიფებლები რომ მოდიანო ხელისუფლებაშიო. ეს არის პოლიტიკურად მოუმზადებელი ადამიანების მოსვლა, იმიტომ რომ მათთვის ელემენტარული მოთხოვნები, რომელსაც უნდა აღმაყოფილებდეს პოლიტიკოსი, უცნობია და ის ამას უყურებენ იქიდან გამომდინარე, რომ მეკუთვნის თუ არ მეკუთვნის. სწორედ ეს არის, რომ ერთის მხრივ, როდესაც ჩვენ მთელ მსოფლიოში მკაცრი სტანდარტებია დაწესებული. დავუშვათ, ვიღაც ჩოგბურთელს, ფეხბურთელს, კალათბურთელს აქვს უფლება, რომ იაროს რაღაც მანქანით, მაგრამ პოლიტიკოსი ამას თავის თავს ვერ მისცემს. ეს განფენობნება ცივილიზებულ სამყაროში დამთავრდა. გინდა ბიზნესში ყოფნა და ფული შოვნა, კი გენაცვალე. სახეობობა გინდა და ასე ვთქვათ, ვულგარულობა, კი ბატონო, მაგრამ ვერ მიცემს ამას პოლიტიკოსი თავის თავს და მით უმეტეს ამას უყურებს მსოფლიო. ამას უყურებს უყველა და ადეკვატურია ჩვენს მიმართ დამოკიდებული. მარტო ის კი არ არის, როცა აპელირებენ იმაზე, რომ ეტიკეტის მიხედვით უნდა ყოფილიყო სასტუმროშიო. იმ სასტუმროში, რა თქმა უნდა ყოფილიყო ეტიკეტის მიხედვით, მაგრამ იმ სასტუმროში არის სხვადასხვა ღირებულების ნომრები. ამიტომ იმ ღირებულების ნომერში შედი, რომელშიც შენი ქვეყანა იმყოფება. შევანაძის დროს იყო, ჩასული იყვნენ ადამიანები, მაშინ ცოტა დაბალი, ასე ვთქვათ, მცირე ციფრებზე იყო საუბარი, მეც არ გვაძლევდნენ კრედიტების 30, 40, 50000-იან კრედიტებზე ჩადიოდა ხალხი, რომელსაც ხელზე ეკეთა ნახევარ მილიონიანი საათი. და ბუნებრივია ამას გიყურებს ადამიანები რა. არ შეიძლება აქედან გამომდინარე ჩანს უარყოფითი დამოკიდებულება და უნდობლობა საზოგადოების მხრიდან. ამ კუთხით მთავრობამ აუცილებლად უნდა იფიქროს ამ საკითხებზე და კეთილი ინებოს და არ არის საჭირო, კი ბატონო, ჟანდაბას პირველი კლასით თვითმფრინავით იმგზავრე, მაგრამ ბილეთით, მაგრამ პირველი კლასის პრემიუმი უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. ესე იგი, შენ თვითონ მცილდები მე ხალხს, შენ თვითონ სცილდები მიჯნავ ერთმანეთისგან და ჩვენ წინვალე მაგალითები გვაქვს, იგივე ქართული პოლიტიკური ცხოვრების, ან თუ მანდ-ამაინც უცხოური გვინდა, მეორე მსოფლიო ომის დროს ბუკინგემის დედოფლის სასახლეში ყვავლი არ ამოსულა ბუხრიდან, იმიტომ რომ თუ არ თვება ლონდონი, არც დედოფალი მეფე თვება და ასე ვთქვათ, პრინცესები თვებიან. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ელემენტარულად პლაგიატის გამო გადადგა გერმანიის თავდაცვის მინისტრი და ნასვამობის გამო იაპონიის. ამიტომ ამ სტანდარტებისკენ უნდა წავიდე და სასურველი უნდა ჩაჯდეს. თუ მივდივართ აქეთკენ, აი ამაში ჩანს ჩვენი ასე ვთქვათ აღმოსავლეთი ვექტორი და არა დასავლური ვექტორი, რომ არ არის პირადი კომფორტი სახელმწიფოს ხარჯზე, ეს ყველაზე დიდი კომპრომატია ღია საზოგადოების და პოლიტიკური ცხოვრების შეფასების დროს. დიდი მადლობა ბატონო მამუკა. თქვენ უყურებდით გადაცემას პრესის მიმოხილვა, სამწუხაროდ დღეს ჩვენი დრო ამით ამოიწურა. მე გიგა აბულაძე ვიყავი და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. პოლიტიკა, თავდაცვა, მედიცინა, განათლება, სოფლის მეურნეობა, ყველა სფერო, ნებისმიერი სიახლე. ის რაც პრესის ფურცლებზე მოხდა. ნახეთ და მოისმინეთ ანალიზი. განხილვა, საინტერესო მოსაზრებები. გადაცემაში პრესის მიმოხილვა გიგა აბულაძესთან ერთად. 4 შაბათს 21 საათზე და კვირას 20 საათზე.